მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო, დღეს 4 ნოემბერია, სამშაბათი დღე. მე გიბრუნდებით სპორტული სიახლეებით, დაგკვირდით გუშინ, რომ ჩვენი სასაუბრო თემა იქნებოდა ჩემპიონთა ლიგის მატჩები იწყება დღეს, ჩემპიონთა ლიგური მატჩები გვიბრუნდება და გაინტერესებს ალბათ რა მატჩები იქნება და ასე შემდეგ. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ ნაპოლს ისეთი კარგი სიტუაცია არ აქვს ჩემპიონთა ლიგის ფაზის ჯგუფში. ნაპოლს მხოლოდ 1 მოგება და 2 წაგება და 3 ქულით კი და მესამე ადგილზე არის. ეხლა კი როგორც მოგეხსენებათ, დანარჩენებს მოგახსენებთ. დღეს ნაპოლი, რა თქმა უნდა, თბილისი დროით გამართავს ორდაესაზე და 40-ზე შემოგთავაზა უნივერსალი პირდაპირ ეთერში აინტრახტთან ძალიან პრინციპული მატჩი იქნება. ნაპოლს ხაერივი სჭირდება გამარჯვება, ასე ვთქვათ. ნაპოლს კარგი სტატისტიკა აქვს თავის ჩემპიონატში, სერიაში, როგორც მოგეხსენება, უკვე 2 ქულით პირველ პოზიციაზეა და განაგრძობს ჩემპიონატის პიონის თასის დასვას და ასე შემდეგ. ეხლა კი როგორც მოგეხსენებათ, მე კიდე მინდა გითხრათ, მორიგ მატჩს გამართავს ასევე საღამოს გვიან 0-0 საათზე მიუნხენის ბაიერნი, პარი სენ-ჟერმენი. ორივე გუნდს 3 და 3 მოგება აქვს და საინტერესო სტატისტიკა ამხრივ. პარი სენ-ჟერმენი 9 ქულით პირველ პოზიციაზე, მიუნხენის ბაიერნი 9 ქულით მეორე პოზიციაზე. მილანის ინტერი ასე შემდეგ 9 ქულით მესამე-მეოთხე პოზიციებს იყოფენ ინტერი და მანჩესტერ სიტი. რა თქმა უნდა, ეხლა მე მინდა გითხრათ, თავარი სასაუბრო თემა ის არის, რომ დღეს კიდე რანაირი თამაშების მხრიდან შეიძლება ვთქვათ, ეხლა ჩვენ მხოლოდ თავარი ის არ გამოგვჩნდეს დღეს. ლივერპული სტუმრად იღებს მადრიდის რეალს, რომელსაც ლა ლიგაში ჯერჯერობით საუკეთესოდ ატარებს სეზონს, 30 ქულით პირველ პოზიციაზეა და ასე შემდეგ. დღეს ძალიან პრინციპული და დაძაბული მატჩი იქნება, ესე ჩემო არხის მენელებო და კიდე მე მინდა გითხრათ, იუვენტუსი სპორტინგი მორინი მატჩი გიორგი ქოჩორაშვილს მინდა წარმატება უსურვო და ჩვენ ქართველ სპორტსმენებს თმიანად დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით ეს არის მხოლოდ და მხოლოდ. დაელოდეთ მოკლე საფეხბურთო საღამოს, თუ მოგეწონათ ვიდეო